ლაზარეს მართალი ლაზარეს აღდგენება ერთ-ერთი საყვარლესი შესწავლია ადამიანები არის რომ გაქიციან ადამიანებმა განათლებულები არიან ღვთისმეტყველურად და ამით იციან შესასწავლის რაობა მაგრამ არის ძალიან ბევრი შესასწავლი რომელსაც ადამიანები სულით გრძნობენ, სულით მხარიან. ერთ-ერთი ასეთი შესასწავლი არის ლაზარეს აღდგენება. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ასე ახლოს ღმერთი არასდროს არ ყოფილა ადამიანთან და დაცემულ ადამიანთან, როგორც ამ დღეს ლაზარეს აღდგენებისას. ჩვენ ვხედავთ სახარების დასაწყისში ასეთი სიტყვებს ვკითხულობ, მაცხოვარი ამბობს, რომ უყვარდა იესოს ლაზარეცს და აი ამ სიყვარულის გამო მოვიდა ბეთანიაში 4 დღის სავალით იყო და მარტო ისმის კითხვა რომ მარტო ლაზარე უყვარდა ღმერთს რა თქმა უნდა ისე უყვარდა დავმედგინეთ რომ მაცხოვარი როცა ურიები და მარიამი ტიროდნენ ლაზარეს საფრთხეს და თვითონ სტიროდა მაცხოვარის ცრემლოვიდა იესო იცავ ასე წერია ანუ ამაში ღმერთმა ალბათ არც წმინდა წერილში არც ძველ თქმაში არც ახალ თქმაში ასეთი სიყვარული, ასეთი თანაგრძობა, ასეთი სოლიდარობა მისი ქმნილებისად, იმიტომ რომ როცა ლაზარეს წარმოუდგენელია გარეგულისხმოდ საერთოდ ადამიანის არსება. ასეთი სიყვარული გამოხატა და აჩვენა თუ როგორ მართლა როგორ უყვარს ღმერთს ადამიანს. რომ ისე ვერავინ არ შეიყვარებს ადამიანს, საკუთარი თავი არ უყვარს ისე ადამიანს. აღარ ვლაპარაკობ ახლობლებზე და ოჯახის წევრებზე, იმიტომ რომ ახლობლები ოჯახის წევრები საკუთარი თავი ეს ყველაზე ისეთი ძლიერი სიყვარული ამათაა, დედამიწაზე რაც კი არსებობს, ხო, დედისა და შვილისა და ასე შემდეგ. მაგრამ ვერაფერი ვერ შეიძლება ისეთი სიყვარული რომ ღმერთს ადამიანთან და ამის ჩვენება არის, ამის დემონსტრაცია არის დროზე ლაზარეს აღდგენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს სასწაული თუ მრავალი სასწაული ვიცი ჩვენ რომ მრავალი სასწაული აღასრულა მაცხოვარმა და ძირითადად ადამიანების მოქცევა ამ სასწაულების მიხედვით ხდებოდა. მაინც უხეში იყო მაშინდელი ადამიანი. ისეთი სასწაულები აღადგინა, რომელიც არავის ენახა და არავის აღსრულებია და ვერც ვერავის ვერავინ ვერ აღსრულებს. მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ყველა სასწაულს ურიებმა მოუნახეს რაღაცა, მაგითად ბრმაზე რომ თქვეს, რომ ეს ის არ არისო, ეს სხვა არისო. იერისოს ის ქალწულზე ამბობდნენ, რომ ბოლომდე არ იყო მიცოლებულიო და ტრანსში იყო და ისე აღდგინაო და ასე შემდეგ ყველა სფეროში რაღაცას ეძებდნენ. აი როგორია ეს დაცემულია საშინელი აზროვნება. აი თუ შეხვედრიათ ესეთი ადამიანები, რომ აი საშინელება ამ ადამიანების შემდეგ თეობით რჩება მერე წარმოშლილი კვალი. აი რაღაცა მდობრობის, უღმერთობის, უცნობობის, სკეპსისის, აი საშინელება, სკეპსისი, ურწმუნოება. ეს ისეთი შხამია, ისეთი დამანგრეველი რამეა, რომ წარმოუდგენელი ერთ-ერთი კათოლიკობის სიყვარულზე ველაპარაკებიან, რაღაცა იმაზე ველაპარაკებენ და მატარებლები არიან დამანგრეველიც არის, უღმერთობაზე უფრო დიდი დამანგრეველი ძალა არ არსებობს. უღმერთობაზე უფრო დიდი საშინელი ავანტყოფობა და ბოროტება ადამიანისთვის არ არსებობს. პირადად ჩვენთვის და სხვისთვის.
ჩვეულებრივ შეიძლება დარჩეს აი ეს უღმრთობის კვალი სხვა ადამიანში და ამით გაანადგუროს და შეაფეთქოს მისი განვითარება და მისი სრულყოფილება და მისი ცხოვრება და მისი ღირსება მიახლოს. რაც არის ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ხო არ არის მექანიზმები შექმნილი და მე ეს მექანიზმები გამოიყენებს. ეს ხო არ არის ადამიანის ცხოვრება. ადამიანის ცხოვრება ხო არის მისი სულიერი ცხოვრება, მისი მარადისობის ურთიერთობა, მისი სიკეთესთან ურთიერთობა, მისი ზნეობრივი განვითარება. მასში მთელი ამ სულიერი არსის ყოფნა, ხო ადამიანში არ არის სიყვარული, მიტევება, სიხარული, ნეტარება, შენდობა, სიმდაბლე, ესე იგი მასში არის ჯოჯოხეთი და ათქიდან შექმნილი ეს სამყარო და იყავი და იბრძანებული ამ სამყაროზე. რას გასცემს ეს სამყარო? არაფერს არ გასცემს სამყარო. თუ შენში არის ჯოჯოხეთი, მაშინ ეს სამყარო მოაზრობა ასე. და ჯოჯოხეთი ყველა ვარიანტში არის, როდესაც შენ ხარ ურთიერთ. როდესაც შენ არც მერს, არც მარტო ცხოვრება, არც მიდევთ, არც სახარებას. ყველა შემთხვევაში ჯოჯოხეთის საფუძვლებში როგორც არ უნდა გაალავნოს, შეამკო და გააფერადო და დაივიწყო ეს ცხოვრება და 1000 რამ მოიგო. იხეთიალო ქვეყანაზე, ახალი ღვინოები დალიო, ახალი ფილმები გარკვეულებაში ჩაეფლო. შენში არსებობს ჯოჯოხეთს ვერაფერს ვერ უწევს. და ის ყოველთვის ამას შეგახსენებ შენ. ყოველთვის შეგახსენებს ამას შენ. და აი ეს და ამიტომაც არის რომ ლაზარეს აღდგენებისას და ხო რას ვამბობთ რომ ესე იგი ყველა სასწაულს მოუნახა აი ამ ცრუგონება. ეს ცრუგონება მოგონიათ მარტო ოიებში იყო. ეს ცრუგონება არის ჩვენში ჩასახლებული. ყველა ადამიანში ეს სკეპსისი. ეს ცრუგონება არის რომელიც მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ამდენი ვეზიარებთ ტაძარში სულ ჩვენში სულ წამოწევს ეს ცრუგონება. სულ გვეუბნება რომ აქ არენდო ღმერთ. ესე არა სახარებას არენდო ბოლომდე, ღმერთს არენდო ბოლომდე. ღმერთი ბოლომდე არ შეიყვაო, ღმერთიდან შენი გონება და გული არ გქონდეს. სხვანაირად გაერთე, სხვანაირად მნიშვნელოვანია, საქმეები აკეთე, ისე აკეთე, ასე აკეთე და ასე შემდეგ. მაგრამ და 1000 რამეს ეუბნება. ეს ცრუ სკეპსისი, ეს ბოროტი გონება ადამიანს. მაგრამ ვერაფერი ვერ მოუხერხეს ლაზარეს აღდგენება. აი ამ სასწაულს. ამას ვერაფერი ვერ მოუგონეს. იმიტომ ვერ მოუგონეს, რომ ებრაელები ლაზარე ცნობილი ადამიანი იყო, მარტო და მარიამ იერუსალიმის დედაქალაქი იყო, წარმოიდგინეთ დედაქალაქის ცხოვრებები სოფელში, ბეთანიის სოფელში იყო, იქ მივიდნენ ლაზარესთან. მარიამის სამშობლოდ მივიდნენ იერუსალიმს, ანუ თვითონ ნახეს. ლაზარე, რომელიც მოკვდა, რომელიც დაფლეს, რომელიც 4 წლის განმავლობაში იწყება აღმოსავლეთში იწყება სრული ხრწნა ადამიანის. შავდება, იცვლება სიცხლისმა და ყველაფერი იხსნება. ფაქტობრივად უკვე ვეღარ მიეკარება. და აი ესეთი მკვდარი რომ აღადგინა, აი ამას ვერაფერი ვერ მოუგონეს და ამიტომ ერთადერთი გადაწყვეტეს მოვკლათ ლაზარე. ესე იგი თქვა ვერაფერი ვერ მოუგონეს, მოვკლათ ლაზარე, რომ ეს სასწაული, ამ სასწაულს ადამიანები არ ესე იგი ეს ისევ ეს ცრუგონება. ის კი არ თქვეს რომ ახლა სასწაულია და ეს ამას ხო ღმერთის გარეშე ვერავინ ვერ გავაკეთებს. და ის კი არ თქვეს რომ ღმერთი მოვიდა ჩვენთან. არ მეთქვეს რომ მოვკლოთ ლაზარები. აი ესეთია ასეთი საშინელი წნეულება ჭირს ადამიანს. ასეთი სკეპსისი ჭირს ადამიანს, რომელიც მის განვითარებას შეუძლებს. და რა თქმა უნდა, მაგ ბევრი რამ არის ჩადებული, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მოასწავლა მაცხოვრის აღდგომა, ყველა ადამიანის აღდგენება მოასწავლა. მაგრამ ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ეს არის რომ ღმერთი
მოვიდა ადამიანთან, დამკვიდრდა ადამიანთან, იცხოვր ადამიანთან, დარჩა მასთან უპირისამებრად იმისთვის, რომ აი ამ ხრწილებისა ლაზარეს სახე აჩვენებს ადამიანის ხრწილებას. ადამიანის სახეს აჩვენებს. მისი ლაზარეს სახე არის ჩვენი სულიერი მდგომარეობის, რომელიც წინა სახეა ჩვენი მარადიული მდგომარეობა. ჩვენი სულიერი მდგომარეობა როგორც იქნება, ისეთ იქნება მერე მარადისობაში ადამიანი. და აი ესეთი მდგომარეობა აქვს ადამიანს ლაზარეს მდგომარეობით აჩვენებს და ერთი დამკვიდრდა ჩვენთან, მოვიდა ასე ახლოს იმისთვის, რომ აი ამ ხრწილებისაგან იხსნას ადამიანი. მაგრამ არის ერთი პირობა, რომ ადამიანი თუ შეიყვანოს ყველაზე მეტ ნიღებს, ენდობა. რას ქვია შეიყვანოს მეთოდე და პორფირი კალშიკალიველი ასე აღწერს, ძალიან მარტივად აღწერს რას ნიშნავს მერტის სიყვარული. ერთ გოგონას ძალიან უყვარდაო, ყოფითი ცხოვრებიდან მოყავს, ახლა შეუძლებელია სულიერში გადაიტანო, მაგრამ კარგად ხსნის ახლა. იმიტომ რომ ჩვენ სულიერი საგნები ძნელად გვიჭირს კარგად. შეყვარებული ყავდა და ისე ძალიან უყვარდა, რომ არ შეეძლო, რომ ერთი დღეც კი ისე გასულიყო, რომ არ ენახა. და ამიტომ როცა მორჩებოდა საქმიანობას, ღამით გადაიპარებოდა და ხდებოდა შემდეგ და მასთან ატარებდა დროს. მაგრამ როცა მოდიოდა სახლშიც არ შეეძლო, რომ დავიწყებოდა, რასაც არ აკეთებდა, სახლში ეზოში მუშაობდა, სახლს ამლაგებდა, ადამიანთან ლაპარაკობდა, ყოველთვის თვალწინ ედგა მისი შეყვარებული. ამიტომ ამბობს, რომ აი ამ დაცემული ადამიანის სიყვარული და ვისაუბროთ ღვთაებრივი სიყვარული. ამას ითხოვს ღმერთი ადამიანისაგან, რომ ადამიანი ენდოს, შეიყვაროს და ყველაზე როგორც მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ისე დააყენოს ღმერთი საკუთარ ცხოვრებაში. აი მაშინ მისი ხრწნილება შეიცვლება უხრწნილობით და მისი დაცემა და ჯოჯოხეთი შეიცვლება ღვთაებრივი სასუფევრით, სათასასუფევრით და მეტად. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დავაკურთხოთ.